ქართული ღვინის ფესტივალი ჩინეთში 2 დღის განმავლობაში შანხაის რუზველტის სახლსა და ჰონგ-კონგის სასტუმრო კორჩში გამართულ ქართული ღვინის მასტერკლასებს და დეგუსტაციებს კომპანია მეიბურგ ვაინ-მედიის ხელმძღვანელი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ქართული ღვინის ფესტივალს წარმომადგენლები ესტუმრნენ ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართული ღვინის ცნობადობა იზრდება, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად მივახციეთ ამას. ძალიან დარგი არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე, იქნება ეს ღვინის ეროვნული სააგენტო, თვითონ ღვინის კომპანიები ძალიან აქტიურობენ და ყველა დონეზე, იგივე სამთავრობო დონეზე ურთიერთობები ჩინეთთან უმჯობესდება, რაც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვაზე. ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია, მაგალითად ახალი ტიპის ღვინოების შედარებით დაბალ ალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილის არომატი, შემფასებლების მოწონებას იმსახურებს საფერავი. ის განსხვავებულია სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობებიდან შეარჩიოს ღვინო თავისი მოთხოვნების შესაბამისად.